ცოტა ხნის წინ ხმაური იყო ხაშურში მეოთხე საარჩევნო უბნიდან საარჩევნო ყუთის გატანას ცდილობდნენ. ორი პირი, რომლებსაც ბიულეტენებით სავსე ყუთები ფანჯრიდან გადაჰქონდა, ქართული ოცნების წარმომადგენელმა გააჩერა და სამართალდამცავები გამოიძახა. ადგილზე კი პოლიციელებთან ერთად ეგრეთ წოდებული ზონდერ ჯგუფები გამოჩნდნენ. უბანზე გამოჩნდა ასევე ენერგეტიკის მინისტრი ვახტანგ ბალავაძეც. არსებობენ თვითმხილველები, რომლებიც წყვებიან, რომ ბალავაძე კოალიციის წარმომადგენელს, რომელმაც პოლიციელები გამოიძახა, ფიზიკურად გაუსწორდა. შემთხვევის ადგილზე მომხდარს ჩვენი კორესპონდენტი ნოდარ სხირტლაძე არკობს, რომელსაც პირდაპირ ეთერში ვთავთ. ნოდარ, რა ინფორმაციის მოპოვება შეძელია ამ დროისთვის? ქართული ოცნების დამკვირვებელს ენერგეტიკის მინისტრი ვახტანგ ბალავაძე გაუსწორდა ფიზიკურად. ამის შესახებ თავად დაზარალებული სოლომონ გოგოლაძე და ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვალერი გელაშვილი ამბობს. დაზარალებული გოგოლაძე ყვება, რომ მან გააჩერა პიროვნება, რომელიც ხაშურის ნომერ მე-4 უბნიდან საარჩევნო ყუთის გატაცებას ცდილობდა. გოგოლაძემ გამოიძახა პოლიცია, თუმცა პოლიციელებთან ერთად მივიდნენ ეგრეთ წოდებული ზონდერები, რომლებიც ქართული ოცნების დამკვირვებელებს გაუსწორდნენ ფიზიკურად. ქართულ ოცნებაში ასევე ამბობენ, რომ გარდა ენერგეტიკის მინისტრისა ჩხუბში მონაწილეობას ასევე იღებდა ხაშურის მანდატურების უფროსი გია შუბითიძე. ვიდა გიაგერა მოვიდნენ, ვინახარო მეუთხარი დამკვირვებელი ვარ მე. მოდი ერთ წუთიო და რა გინდა მითხარი მეთქი და პირდაპირ ადრეა დამარტყა. ერთმა კი არა, 1-5-6 მირთყავდა რა. თავში რაღაცა ჩამარტყეს გარო დავიმტკიოს. პოლიციაც აქიდგა და კაროჩეს უყველანიში. პოლიცია მიყურებდა ზედაგან. იმან მოასრო გადავიდა. პოლიციას უყელა აქ იყვნენ, არავინ არ მომიკარაშა. მარტო მე ვიგერიებდი იმათ. ხაშურში ასევე ამბობენ, რომ უკვე ამ დროისათვის 100-ზე მეტი დაარღვევა არის დაფიქსირებული. ბოლო ინციდენტი, რომელიც 10 წუთებში მოხდა, არის ის, რომ ნომერ მე-5 და 44 უბანზე 10-მდე პიროვნება ცდილობდა საარჩევნო ყუთების გატაცებას. გმადლობ ნოდარ, ხაშურში მომხდარი ინციდენტის შესახებ ნოდარ სხირტლაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.